როგორც იქნა მეგობრებო, ჩემი ოცნების მანქანა ჩამოვიყვანე, ნახეთ. არაფერი, ძალიან მინიმალური დაზიანება აქვს, მეგობრებო, ამას შეჯახებულიც არ არის ეს მანქანა და მოიცოდეთ, არ არის შუაზე გაჭრილი, ამას მივაწებებ ყველაფერს და მომაკრებ და გამოვა რაღაცა. მოგეთ მანქანის მოლოდინში ვარ, რომელი საათია? ევაკუატორს დავაბარეთ, რომ ჩამოიყვანო 12 საკლია 15 წუთი დაახლოებით და აგერა ჩვენ ნიკო. ნიკო გეცოდინებათ, უკეთილშობილესი, უკარგესი ადამიანი, რომელიც რომ დაგვეხმარება პირველადი დიაგნოზის დასანიშნად, როგორც იცით, ეს არის მანქანებში ოჯახის ექიმი. პირველი ამასთან მიდიხარ და მე უკვე გადანაწილება ხდება რა, მისამართება ხდება. ოპა. ჩემი ლამაზი, ნახე რა. ეხა შეაგდებენ მოკლედ და ვნახავთ რამე პრობლემები აქვს თუ არა. ცოტა ცარაპკები დისკებს. ასე ალბათ რამე ეშველება და მე. პატარა ცარაპკებით ჩამოვიდა, რაც მოსალოდნელი იყო. და ჩამოსვლისას როცა გადმოღება ცდილობდნენ უკანა პლასმასი, ანუ დამცავი ეგრეთ წოდებული ქვედა პლასმასი დაზიანდა შემთხვევით. აი ეს აქ მოტეხილი. გააქშენეს ნაწილი, აი უკან რაღაცა. რაზეც მაგრდება რა. კარგი შეცვალს კარგი. რაღაც ჩაგეცილია, აქ ჩაგეცილია. მოიცა. შუაში ჩაგეცილია. მოიცა. ეს ბალკა ხო? რო აქაც აქ ეს ო რა, შეიღებება და ეგ არის რა. აი აქ ეს აქ. ო რა შეიღებება და. ვა, კარგი. აუ რა ლამაზი ხაშენი. ოხეროშე. ახე რა ლამაზია ბიჭი. არ დაიქოქება შეჩიმა. გასაღები. მანქანას დაზიანებასთან ერთად ეწერა რომ გასაღებიც არ მოყვებოდა, მაგრამ ჩვენ იმედი მაინც არ გადავიწურეთ ბოლომდე და დაუწყეთ ზებნა. მარა აქ რო იყოს ხო იმასავდა დაკოქავდა. ეხა მივდივართ ჩემი მანქანისთვის რომ ნაწილები ავიღოთ, რაც არ ჩამოყვება წესით არ იგი. რაც 100%-იანი ვიცით ეს არის ბამპერი. ეს ტიპი ჯერ არ იქნება აქ სამზომი. აუ დაუშლი ამ ტიპს. ეს მანქანა არ იყო ესე კაროჩი. აიცა ჩვენი ექსპერტი შეაფასებს ჩვენს ნაწილებს. ეს ერთი ცალი, ეს მეორე, ეს მესამე. და ამას მოაგვარებთ ძალიან მადლობთ. აი ბამპერია. ეს ფერია ზუსტად, ხო მაგარი ფერია. ფერი კაია, სტოპებიც კაია, ეს არაფერი. მე არ მეშინია იმ სხვის ჩემი სტოპებიც ისვრის. ეს ჩავობთ რა. ჩვენი სამუზმა გვეხმარება. როგორც ყოველთვის. უკვე დაგჩემდა ამ ბოლო დროს ეს სიტყვები, როგორც ყოველთვის სამوارი ძმა როიცოდეთ მეგობრებო და აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარება. გადაღება იქნება, რამე იქნება, რა ვიცი რა, იმდენ ტუალეტი გამიფუშ და იმაზეც მოვიდა. ოპა. აწიეთ მაქედან. მეგობრებო, ლიდერ მოტორში მოვედით, როგორც მითხეს, გაამზადეს ყველაფერი და ეხლა ვნახავ როგორ არის გაკეთებული, რანაირად რისთვის, როგორ, რამდენი ლარია და ძალიან შევეცადე რომ კაი გამოსულიყო რა აი. ხო, ხელოსანი შეიძლება გაიცნოთ. ხელთან არ გამიგდია. ხელოსანი. ხელთან ეხლა მე ვიცი რასაც არ გაგდები. არ დამარტყა. ჯერ არ დაფინიშებული? არა. G6 პირის საღებავის ფენა არის ეხლა გადასული. უარა და გადაცემის ვარიანტში რაც ვიფიქრე ის მოხდება. სულ შეუძლება გადანარჩენ. ხო, რომ მაღლა არ მოუწევს, ხო. შევეხებით იქნება როგორც ქართული ის. всё. ზედვე გაკეთდება, პერეხოდი თლიანად ლაქში ჩაჯდება. ბაზარია. იდეალურად გადავა და დაწდება. მთელი ჩვენი მუღამი იყო ის, რომ არ შეგვეღება და ისე გამოგვიყვანა და აი ჯერ მაგას ვცდილობთ რა, თუ გამოვიდა რომ შეღების გარეშე გამოვიდა ხო მთლად უკეთესი და თუ არ და შეიღებება, მაგრამ ისე შეიღებება რომ გადასვლა აღარ მოუწიოს მანქანის სხვა დანარჩენ ნაწილებზე. ქართულ ზედაპირს შევინარჩუნოთ, რაც რომ ჩვენი დიდი ისეთი სამიზნე არის რა. კომპანია რომელმაც ითავა ამ მანქანის ჩამოყვანა Car Express-ი მეგობრებო. დიდ რეკომენდაციას უწევ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ყურადღება ჩადეს და მონდომება ჩადეს ჩემთან თანამშრომლობაში და მე ყოველთვის დამოკიდებულებას უფრო ვაფასებ ხოლმე ვიდრე სხვა დანარჩენს. ამიტომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და თან სხვათა შორის ისეთი კონკურენტუნარიანი ფასები აქვს და შეგიძლიათ რომ თქვენ პოჩი ისარგებლოთ თუ რა თქმა უნდა მოისურვებთ. აი ხა ნიკო აყენებს სტოპებს. ძალიან მარტივად უმაგდება რომ რამე ეს ფარი უკანა რა არ მეგონა. დაჟე ტიპი რომელიც აზია რა ისიც იცავს რომ რამე რა პრინციპი რომ მიხვდე რა. რეზბაზე ეგრევე.
სტოპები არ ჩამოყვა რა და აქ დავახვედრეთ სტოპები პირდაპირ რომ რაღაცა დრო არ დამეკარგა რა. ბიჭ, კაი მანქანაა მართლა რა, აი. ვიცი რომ იძახიან სუეჟიაო, აი ზუსტად ეგეთია რა. სალონი მოვლილი, თან წითელი სალონი ისეთია რომ აი პატარ-პატარა რაღაცაც და ეგრევე ჩანს რა და ეხა აქ შეიხედა წლოვანებაც ეთყობა. 21-ია ხო ბირკით? კი, 21-ია. ო, 21-იანია. დაზიანება რაც მთავარია მინიმალური დაზიანებით. რომ ვიძახით ეს ავტოიმპორტიორი კომპანიები მინიმალური დაზიანება, აი ამას ნიშნავს რა მინიმალური დაზიანება. გამარჯობა ბატონო. ეხლა ვეძებთ გასხევის მიმღებ ბლოკს, რომელიც უნდა დაიშალოს, შემდეგ დაპროგრამდეს. რატო დააბოგა? უშუალოდ ფიზიკურად უნდა მივიდეთ იმ ნაწილამდე. გასხევები, ვა, ნახე რამდენი გასხევი, ხა? მან და არ არის ეცედა ნახმარი. არა, ეს ვაფშე ახალი ვითო. აი გინი ჯუგიო ხალხი. ეს ორი ცალი აქვს, აი ორი ცალი ყველაზე კაი. ოპა, პანონა. ხო არ გადაუც, მო. გას მანქანას. იმენა წყოს, აი როგორ ეცი რომ არ გადავარდი. ხო რა. დაგკითხა? ეს არის დღე მესამე. ეხლა მოვიყვანეთ ელექტროობაზე. შევხედოთ რა სტატისტიკა ბლად რა შუა. კომპიუტერულ დიაგნოსტიკა უნდა გავაკეთებინოთ. აგერ ჩემი გაზი პიპინებული შეხედეთ რა ვიცია. რომ გამოდივარ და მიწევს ახალიდან შეხედო სიამონებს და მიხარია რომ ამ მანქანაში მიწევს შაჟდობა. წეგა გასარეცხად ყავდა და რომ მივიყვანე რავი, აი ყველგან კომპლიმენტებს ღებულობ ამ მანქანაზე მართლა. სასწაული არჩევანი გავაკეთე, აი უბედნიერესი ვარ, დადის აი აუ ძალიან მაგრა რა ვიცი, ალბათ ნახავდით უკვე ვიდეოს. სეტანტა სპორტი მოგეხსენებათ ჩემი უცვლელი, უმეგობრესი, უმაგრესი ხალხი, მაგათი მერჩებით დავდივარ სულ. ესეც მათი მაისურია, ეს მათი კეპი არის. ჩვენი რამაზაც მოდის. ვიღებ და თუ არ გინდა არ ჩაქსვავ რა. და მე ნაგავი ოჯახის კაცი ხარ, კაცო, რა პრობლემაა? სალამი ბიჭო. მაგარი უცხოფერი აღმოჩნდა. არ მეგობრ. ო, იმენა ეს კოდი იშვიათია, ხო. მეგობრებო, ვინც არიცით, რამაზ არის ალფების პროფი. რას აკეთებ, რა პრობლემით შეუულია შენთან რომ მოვიდნენ რა? Fiat Chrysler ჯგუფის მანქანების ელექტრო და პროგრამული უზრუნველყოფა. Fiat Chrysler. კი. და ნუ ავტომატურად GP, Alfa Romeo, Maserati 2018 წლიდან. ხო. ავი თუ მოგინდათ დაიწერეთ რამაზე საკონტაქტოს დაგიტოვებთ აუცილებლად კომენტარებში. Ensos Veloci. Ensos Veloci, ხო, ეს Facebook გვერდი აქვს და მანდაც შეგიძლიათ პრინციპში მიწევთ. ამოვანათებ უეჭველად მაგ გვერდს. იდეალური მანქანაა. ანუ რაც ვიზუალურად რაც გაკლია, მარტო ეგ არის პრობლემა შეიძლება არაფერი. აბა რა. თქვენ თორმე ჩემ მანქანასაც შეგეხედეთ. შენ კვადრიფოლიო დაითვიე? აუ, რასაც. არ მინდა ძმა, მე მომინდება. კვადრიფოლიო შემდეგი გაჩერება იქნება ალბათ. მოვიყვანე მანქანა ლიდერ მოტორში. ნუგოს უნდა შევხვდე ერთ კაი კაცს. უნდა ვაჩვენო მანქანას რაღაცა პატარა-პატარა წვრილმანები რაც ჭირდება. გაკრასკვა იქნება თუ რა იქნება, მოკლედ ამ ხალხმა უნდა მიხედოს რა და უნდა ჩაიბაროს ჩემი მანქანა ასე თქვა. ნუგო არის ადამიანი, რომელსაც სტუმარ მასპინძელი აქვს წაკითხული და თან ძალიან კარგად იცის, სეპირად იცის და ხო, და რომ მოხვათ ეს კაცი დაგხვდებათ და დაგაკვალიანებთ რა, როგორ რანაირად. მოკლედ საკომუნიკაციო ადამიანია აქ, რომ მოდიხართ ეგრევე. პროსტა შეხედე შენ და ნახე რა, მე გეტყვი რა რეები მინდა და შენ მითხარე რა როგორ ჯობია რა. აი ეს საბარგული აქ, აი ეს ნახე, ესე ჩამოვიდა რა. კიდე არის ესეთი ამბავი რომ აი ეგ ნახე, ეს რომ ეს არ ქონდა რა, შეტეხეს რა, თუ რა ქნა დასკდა. აი ეს დამიზიანეს, ვებ ფორმა დამიზიანეს და ეს შეტეხილია კაროჩე ქვემოდან რა. რა, სექციში მეტი არაფერი. ხო, ერთი რა არის, იცი? როგორ ეს ბალკა მითხეს რომ ცოტა შეღუნილიაო და თუ გამოცნო კარგი იქნება ამის ქვეშ ბალკა რაც არის რა. ინფორმაცია აქვს მიღებული აშკარად. მაგრამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი სპეციალისტები შეძლებენ ყველაფრის მოგვარებას და არაფერი არ გიქნება სანერვიულობა. ბაზარი არა, მე დარწმუნებული ვარ მაგაში. ორ შაბათს გელოდები, ორ შაბათს დილიდან შევბეროთ ჩვენი საქმე. აგერ ნუგო სიტყვა და საქმესაც დაგაწევთ აუცილებლად დრო და პერიოდულად რა. გაიხარეთ. ეს ხელი ჩამორთმევა მაინც რომ დაშეკრულება გავაკეთოთ და მოკლედ მეგობრებო მოვედი, მაინტერესებდა შეღებვის პროცესი რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და
ჩვენს მეგობართან, ნუგოსთან ერთად ვარ. ჩაგვიტარა ექსკურსია. ახლა ჩვენ შემოვიპარეთ საშრობ კამერაში, სადაც რაბანეს მანქანაა განთავსებული და თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ, უკვე დასრულებული არის სამღებრო სამუშაოები. ყველა დეტალი, სადაც კი შესწორება იყო საჭირო გაკეთდა შესწორებები, თვითონ შეგიძლიათ გადახედოთ თითოეული დეტალის დამუშავების კვალს და ფერს და მის სიმძინვარეს. ეს ყველაფერი ახლა ჩვენ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვიმყოფებით საშრობ კამერაში და არანაირი პოლირება, არაფერი, ეს ყველაფერი არის უბრალოდ შეღების შედეგი. ნუ პოლირების შემდეგ უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა შედეგზე შეგვიძლია რომ გავიდეთ და რა ფონზე შეგვიძლია რომ მივიდეთ. აქ 2-3 დეტალი იყო დაზიანებული, მაგრამ ჩვენ თავიდან განვიხილავდით ეტაპს, რომ მხოლოდ ბამპერზე შეიძლება დაგჭირვებოდა ჩარევა და ამ ყველაფერზე ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად შეგვეცადა წერტილოვნად ამოგვეყვანა და აღმოგვეპხრა ის დაზიანებები. ესე ვერ მოხერხდა, ამავდროულად მოგვიწია მანქანის უკანა დეტალის მთლიანად სრულად შეღება, ორივე უკანა ფრთის და ასევე საბარგულის და აქედან გამომდინარე უკვე მარტივი იყო, რომ ბამპერზეც გადავსულიყავით და დაგვეწყო სამღებრო სამუშაოები. კამერაში უბრალოდ შეუძლებელია ის გამოჩნდეს, როგორც მე ახლა ჩემი თვალი აღიქოვს ამას და როგორ არის ისი აი გაუდის ზიპინი რასაც ქვია რა. და იცოდეთ, ამათ აქვთ ესეთი პირობა რა. მოდიხარ, ღებავ, არ მოგწონს რაღაცა ისეთი უმსგავსობა შეხვდა, რომელიც არ გაკმაყოფილებს რა შეღებილი ზონე, ახლიდან ღებავს ეს ხალხი რა. ამიტომ იცოდეთ, რომ ფულს რაშიც იხდით, იხდით ხარისხში ყველა ვარიანტში რა და იმ შედეგში რა შედეგიც გინდათ რომ მიიღოთ რა. სამუხ არის პირველი იუთუბერი, ასე ვთქვათ, რომელმაც ესე რეალურად ნახა და აი ვერ მოვასწარი პროსტა რა რეაქცია ქონდა მანქანას რომ დაუწყო ყურება. სერიოზულად გეუბნები ღმერთს ვიცავარ. ხელოვნება მართლა ოღონდ რა, ძალიან მაგარია. მე Mercedes-ის ფანი, რომ აი Mercedes-ი იმიტომ მიყვარს უარი გამოკვეთილად, ლამაზი და კომფორტული და აი კლასიკური, მაგრამ აბა ჩაჯექი ჯდო მიგვითხარე. გულით მიხარი. მე ვიცი, დარწმუნებული ვარ მაგაში. ეხლა რო ტუჩებში ვაკოცოთ ერთმანეთს. ლაშასაც ვაჩვენებ ახლა ჩემ მანქანას და მაინტერესებს ლაშას რეაქცია. ლაშა, შენ ჩემი მანქანა არ გინახავს, ხო? არა, აი, ძალიან გთხოვთ რომ შევიფასო წამოგზავნით. დედას ვიცავარ, ეხლა უნდა მეკითხა შენი მანქანა რა შვება მე. ხო არ გადაუც, მო. სულ მწვანეზე, მო. მომილოცავს, მო. არაფერი აღშის მანქანას. ხო? მოწესრიგდა ძმა. ინტერმოტორს. აუ, რა კლასნი, ჩემ ძალიან მაგარი. სულ მწვანეზე გიგლოს, მო, შვიდობაში. საღოლ და 120 აწევინებს ჩაჭერილზე. წაწაგინა ძმა, წაწაგინა. გინა ადგილიდან, გინა გაგონებუց. ერთი საჭესთან დავჯდე. აუ ეს ახლა წარმომიდგენია რას იმას იზავს. ბიჭო, რა კაი სალონი აქვს აი მინას ხო რა. იმინა აი აქ იმინა დავაი Need for Speed. ჩდავაი მიდი შენ კიაზე დაჯექი შენ თამბექსიმ გასაყედო. შენ ძალიან კაი მანქანა ყავს რა უჭა ხო? კი, როგორ არა. ჰიბრიდი 4 litres წავს მაქსიმუმ. და ჩემი წავს 15. ძალიან კაია, მშვიდობაში ძმაო და იმას დრაგს ველოდები შენი და ჰიტას. არა, სწორობაა ძალებში. ბატონ თორნიკე, თქვენი აზრით გვაინტერესებს ოჯახს. იტალია მაინც რა დიზაინი, ლამაზი, კლასიკური, ელეგანტური, მაგრამ მე ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ხოლმე რა ტექი არის შეგინც მე მანქანაში. ეს რა არის? აბა პედალ შიფტერი არის? აბა, თავის. რას ამბობ? Ferrari სტილში. ძალიან კაი არის. ბიჭო, საკმაოდ დიდი ეკრანი გაქვს აქ, ხო? კაია. რომელ წლიანი არის? 21-იანი, მე მშვენიერია. 25-იანი თვალე იქნება. 27-ში გექნება 25-იანი და 28-ში გექნება 29-იანი. ეგ არის, ეგრე ნელ-ნელა წინწი. ეს აუ, რა კომფორტული სკამია. იმენა წყალს, აი როგორ ეცი რომ არ გადავარდები. ხო რა. აუ, ბიჭო, ინტერიერი რა ლამაზია, ქე. რაბან, მეც მე მგონი ესეთი მინდა. ოღონდ მწვანე. მადლობა ბიჭებო შეფასებისთვის ვაფასებ. ეს რა თქმა უნდა მაგარი ზმგიდია რა სიტყვიან ესენი მე ისე ასეც და ისე ძალიან მიხარია რა გადაწყვეტილებაც მივიღე მეგობრებო. ვაა ლამაზი ბიჭო. რა მაგარია. მაგარი ჯულია. აიცა, ვაშიკა, ნახე შიგნიდან ნახე. ხევქას გამიყარ? ვაა, რა წითელია. გამაგატავე. აუცილებლად. ახლა ლამაზი ხაზერია ფორმული. საუ, შვიდობაში. მადლობა. მაგარია. დავდგეთ მა? და პასტო. შევიფასოთ ბატონო პასტო რა. ერთი წუთი რა შეიძლება რომ მანქანა მოუყნა რა მანქანა. ის ჩამოვარდნილი. ეს მანქანას. ის არის აი ეს არის მენა
და მე უფრო მომწონს უძე მოკლედ კავთის ხევში ჩამოვედი, ეხლა გრძელდება ჩვენი ვლოგი მეგობრებო მანქანის გაკეთების. არაფერი ისეთი აღარ არის დარჩენილი, გარდა რაღაცა პატარა წვრილმანების და ერთ ძალიან მაგარ კაცს მივაგენი ივანეს, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი იცის, მე მგონი, რაც კი ალფა რომეოს ეხება, ასევე აქ ნაწილები, ყველაფერი აქვს მოკლედ რა. თან იუთუბერობა უნდა სხვათა შორის. მოკლედ ამ კაცს ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები ქართულ ავტო ინდუსტრიაში, ბევრ კომპანიაში, რასაც ქვია. ეს ნომერი გვინდა რომ გადმოვიტანოთ აქეთკენ. და ცოტა რაღაც პრობლემებია მოგვიწევს წინა ბამპერის მოხსნა რა. ვიდეო რეგისტრატორი მაქვს ნაყიდი და ვიდეო რეგისტრატორსაც ჩავაყენებთ და პრინციპში მეტი ისეთი აღარაფერი. ხალხს დავანახო შენი თავი ივანე. აი ეს კაცი მეგობრებო, ხელობა უყვარს პროსტა თორე არის უგანათლებულესი კაცი კაროჩე რა. ხო და ივანეს უნდა YouTube-ის დაწყება და მე პირობას ვიძლევი რომ დავეხმარები ამ კაცს. მეტი მაგ შენი ძმა უიცოდე. გამოვიღეთ ის რაღაცა, უნდა გამოვიღოთ ეხლა ქვემოდან ბამპერი, რომ ეს სანომრე მოყვა რაღაცნაირად და არ მიდის ეს სანომრე ბოლომდე ეს უნდა მოვაძროთ რა მოკლედ. ახი რა მაგრა გავაკეთეთ ხალხო, ეს იყო იმ ხელაზე იყო გამოშორილი ეს ჩემი სანომრე, რომ რავი და ნახე როგორ მინიმალურად მიწია ივანემ სანომრეს ამბავი მაგრამ აწუხებდა რა, აი ისე იყო გამოშორილი ნერვებს მიშლიდა და რახან ეს მოგვარდა იმენა, აი დღეს ცოტა უკეთ დავიძინებ ალბათ და უფრო მეტად ვშვიდათ რა. შეხავ ვცდილობთ რომ კამერა დავაყენოთ ვიდეო რეგისტრატორი, მაგრამ ივანემ ყველაფერი იცის საერთოდ. შემოგვაღამდა, მაგრამ ბევრი საქმე გაკეთდა ძალიან. ერთი ის რომ სანომრეები შეიწია, ნახეთ, ეს აღარ იქნება ესე გამოშვერილი და ეს ძალიან מחარებს. მეორე შევცვალეთ ალების ანთლები, შესასვლელი ყოფილა თურმე. შიგნით ვქენით 70 მაის რეგისტრატორი არის, ეგეთი ბრენდი არის. ეს ყველაფერი არის, აი ამ ოქრო კაცის დამსახურება ივანესი და ივანეს მე ველოდები YouTube-ზე ძალიან მალე. ძალიან აყოფიერი დღე გამოვიდა რა. რაღაცა მინდოდა, რაღაცები გასაკეთებელი ქონდა მანქანას და რო ვერ ვაკეთებდი ძალიან მაწუხებდა ეგ ფაქტი. რომ ივანე არის ალფებზე ნაწილები ჩამოაქვს და აქვს კიდევ რამე ყველაფერი იცის, კაროჩე რა, როგორც მინიმუმ დაგაკვალიანებს და გეტყვით რომ აი ეს შეგილია იქ, ეს შეგილია ასე, ეს შეგილია ასე. ხო და ვინმეს თუ დაგჭირდეთ, იცოდეთ რომ როგორც რამაზის ნომერი, ასე ივანეს ნომერსაც დაგიტოვებთ და მოკლედ იქონიეთ იმედი ამ კაცს მართლა, აი არაჩვეულებრივი ადამიანია, დედასპიცა ვარ თუ ვაჭარბებდე რა. ავედი აბა.